ქართული ოცნების გადაწყვეტილება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ემიგრანტები საკითხს აპროტესტებენ. მათი ნაწილი თვლის, რომ ქართული ოცნება ცდილობს მათ მოქალაქეობა წაართვას. ჩვენ მარტო ფულისთვის ვჭირდებით და არ ჭირდებათ ჩვენი ხმა, წერენ ისინი. თუკი კოდექსში ცვლილება შევაქვს, საქართველოს მმართველი პარტია ემიგრანტებისათვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს აღარ გახსნის. არჩევნებში მონაწილეობისათვის ემიგრანტებისთვის საქართველოში ჩამოსვლა სავალდებულო იქნება. ოჯახში გაგზავნილი ფული ხომ დაბეგრეთ, ხმის მიცემის უფლება ხომ წაგვართვით. ვაი იმ ქვეყანასა და ზოგი მამაო, სუსრწმენას მისი ჯიბის სისქით საზღვრებს და ვაი იმ მთავრობას, ვინც ფეხქვეშ თელავს ხმის მიცემის უფლებას. რამდენი მოვახერხებთ არჩევნების დღეს საქართველოში ყოფნას. ბილეთის ფული სამსახურიდან გათავისუფლება. ჯიბის სისქით იზომება ახლა უკვე ხმის მიცემის უფლებაც. ჩავა 100-დან 10 და დაიკვეხნით მერე კიდეც ამომრჩევლის უპრეცედენტო აქტივობით. საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის უფლებას რომ გვართმევენ, იცით დასაბუთებაში რა უწერიათ? უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე საქართველო ვერ ახორციელებს გავლენას და ისინი საინფორმაციო მანიპულაციის მსხვერპლი არიანო. ჩვენ ენაზე რომ მოვთარგმნოთ, ეს ნიშნავს, რომ ქართული ოცნება შეაწუხა იმან, რომ მათი კონტროლი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე ნაკლებია. რადგან ჩვენ ვერც სამსახურიდან გაგდებით გვემუქრებიან, ვერც სიგატაკეში ცხოვრებით გვხვდიან მათზე დამოკიდებულს და ვერც მკურნალობის დაფინანსებით გვაიძულებენ მათთვის ხმის მიცემას. ჩამოდით ყოველ 4 წელიწადში სამშობლოში და აქ მიეცით ხმაო და საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანი თუ მათივე ლოგიკით საინფორმაციო მანიპულაციის მსხვერპლია, საქართველოში რომ ჩამოვა ხმის მისაცემად, იქ აღარ იქნება მსხვერპლი. საზღვარზე დატოვებს ამ გავლენას. ჩვენ ემიგრაციაში გაფანტულ ქართველებს დღეს გვაუწყეს, რომ საქართველოს მომავალი ჩვენს გარეშე გადაწყდება. დღეს ქართველ ემიგრანტებს გვითხრეს, რომ ხმა აღარ გვაქვს და ჩვენი ხმა აღარ უნდა ისმოდეს. სულ რაღაც ერთი გადაწყვეტილება და საქართველო თითქოს თვალს გვარიდებს. ის საქართველო, რომლისთვისაც ქართველნი ემიგრაციაში დღეებსა და ღამეებს, შრომაში ვათენებთ და ვაღამებთ. ვიღაც ოჯახს შორდება მრავალი წლით, ვიღაც შვილებს უყურებს ტელეფონის ეკრანიდან, ვიღაც კი საკუთარ თავს ეუბნება. ეს ყველაფერი ღირს, ოღონდ საქართველო წინ წავიდეს. ეს არ არის კანონის უბრალო ცვლილება, ეს არის იგნორირება მრავალი გულის, რომელშიც საქართველო დღემდე ცოცხლობს. დღეს ჩვენი ხმის უფლება, რომელიც გვერგო როგორც საქართველოს მოქალაქეებს ფაქტობრივად ჩამოგვართვეს. მტკივნეული და სხვა არაფერი, რადგან ჩვენ ვიცით, ემიგრანტების ხმა ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერი იყო, ყოველთვის ქვეყნის მომავლისკენ იყო მიმართული. ჩვენ არ გვსურს პრივილეგია, არამედ უფლება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა გვაძლევს. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები, ვინც ოჯახებისგან შორს ვშრომობთ, ვიხვწვით, ვისაც საქართველო დღემდე მინიმუმ 10 ჯერ გვახსენდება და ვისაც საქართველოზე ფიქრი არასდროს გვავიწყდება, ახლა არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ შევძლებთ ისე, როგორც წლების განმავლობაში შეგვეძლო. საშინელებაა იმის შეგრძნება, რომ ჩვენი მონაწილეობა, ჩვენი ხმა და ჩვენი ადგილი სამშობლოს პოლიტიკურ ცხოვრებაში თითქოს აღარ არის. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ სწორედ ემიგრანტები არიან ის ძალა, რომელიც ქვეყანას ერთიანს, მრავალფეროვანს და ძლიერს ხდის. ქართველო ემიგრანტებო, ჩვენ საყვედური კი არა, სამართალი გვინდა. გულში ტკივილი კი არა, პატარა სივრცე გვინდა, სადაც ჩვენი თავისუფალი არჩევანი კვლავ იარსებებს. ჩვენ ყველგან ვართ ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, აზიაში, მაგრამ გული მაინც საქართველოში გვიცემს. და ვინც დღეს ჩვენ ხმას გვართმევს, სწორედ ამას ვერ ხვდება. საქართველოს სიყვარული გეოგრაფიულ საზღვრებს არ ცნობს. ჩვენ შვილებს ზრდით უცხო ხმაურის შუაგულში, მაგრამ ქართულ იავნანას უმღერით გულით. ჩვენ ვართ საქართველოს ნაწილი და არ აქვს მნიშვნელობა ვცხოვრობთ. ჩვენი პასპორტი არ არის უბრალო დოკუმენტი. ეს არის იდენტობა, რომელიც სამშობლოსთან გვაკავშირებს. ჩვენი ხმა არ არის საფრთხე, ჩვენი ხმა არ არის გარე ზეწოლა. ჩვენი ხმა, ქართული ხმა, უბრალოდ სხვა ქუჩიდან, სხვა ქალაქიდან, სხვა ქვეყნიდან. ის ბოდვები, რომ ვისაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს ჩამობძანდეს საქართველოში და მიცეს ხმა, არის დემაგოგია. და ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს ნაცების რეჟიმის დროს ზუსტად მსგავსი კანონის შემოღება გადაწყვიტეს. გახსოვთ ალბათ თქვენ 2012 წელს შემოიღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გამოსცა დირექტივა, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ასულები, არჩევნებში ვერ იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა
გრიგოლის დირექტივა ერთი შეხედვით არის ასეთ თუ ისე ლეგიტიმური. თუ გინდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რა თქმა უნდა, კეთილინებე და დადექი საკონსულო აღრიცხვას. ამაში არის ლოგიკა. მაგრამ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ასეთ ანტიკონსტიტუციურ კანონ პროექტს იღებენ და შემოაქვთ, წინააღმდეგნი იყვნენ გრიგოლ ვაშაძის დირექტივის. ვიბრძოდით ჩვენ, ვიბრძოდით მაშინაც. მაგრამ რა? ბატონი პაპუაშვილი, რომელიც დღეს ამ კანონ პროექტზე ლაპარაკობს 2012 წელს, ეს ბატონი პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილისგან ერთხელ ლარად იღებდა საჩუქრად მიწებს. ეს ნაცები გველაპარაკებიან ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის ან არ მონაწილეობის უფლებაზე. ეს ადამიანები გველაპარაკებიან ჩვენ კანონზე. ნაცი პაპუაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის თამა და მათი კაშვილი. აი ეს ადამიანები გველაპარაკებიან ჩვენ. ევროპა არ უნდა. არ უნდათ ის ევროპა, სადაც აი საფრანგეთში მაგალითად, ბელგიაში და გერმანიაში უცხოეთში მყოფ ფრანგებისთვის, უცხოეთში მყოფ ბელგიელებისთვის, უცხოეთში მყოფ გერმანელებისთვის პარლამენტში ირჩევენ ემიგრანტები თავიანთ საკუთარ დეპუტატს. საფრანგეთს ყავს 4 დეპუტატი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, აზიაში და ერთიც რუსეთში. რუსეთში მცხოვრები ფრანგებისთვის სულ 5 ფრანგიც რო ცხოვრობდეს, მათ ეკუთვნით თავიანთი დეპუტატი. და ჩვენ ქართველებს საერთოდ წაგვართეს ხმის მიცემის უფლება. ძალიან ცუდად დაგიმთავრდებათ ძვირფასო ხოცებო ეს ყველაფერი. ძალიან ცუდად. და რა თამაშს თამაშობთ? კაცმა არ იცის. 90,000 ქართველი იყო წინა არჩევნებზე უცხოეთში აღრიცხვაზე დამდგარი. აქედან 35,000-მა მიიღო მონაწილეობა. თქვენ ეს 35,000-იც არ გინდათ. იმიტომ რომ რაღაცას აპირებთ. და ამას ემიგრანტები არ გაგიტარებთ. არ გაპატიებთ ამას.